არის რომ მიეძინა კაკვის საკიდი ამ ტიპს, ეს პატარა წვრილი ტროსი რბილი დრეკადია და რომ მიაწვა შეამსუბუქ ამის გავლენა უკვე ამ ბერკეტზე აღარ არის და გარკვეულ დონემდე აწია და ბერკეტმა წაიწია, ანუ გათიშა კონტაქტები. ესაა ამის პრინციპი. ტვირთის აწევის სიმაღლის სიმაღლე. სადამდე ავწიეთ ამ ცარიელი კაკვის აწევის სიმაღლე. ჩვეულებრივ ტალში ტალი ქვია პატარა ორტესები practical and training პატარა მექანიზმი დადის და საბლიდან კნოპკი პულტით electrical system how to work anti-two blocks and tackles lifting tools and also this is a cylinder. სადამდე შეიძლება იმან აიწიოს ყველაზე დაბალ წერტილამდე, აი ეს მანძილი ანუ ურიკამდე აი ეს რო შეეხოს ურიკას იქნება არის 50 მილიმეტრი ანუ 5 სანტიმეტრი მაქსიმალურად შეიძლება 5 სანტიმეტრამდე აიწიოს აი თქვათ ურიკის ყველაზე დაბალ წერტილამდე. ჩვეულებრივ ამ მექანიზმებში ეს არის 0.5 მეტრი, ანუ 500 მილიმეტრი. აი ეს 0.5 მეტრი. შალოთ მეტრი. დასაშვებია ეს დგება ისე რომ ამ წეებში, ჩვეულებრივ ამ წეებში 9 მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდეს აი ეს ადგილი უძრავ ნაწილს, ანუ ურიკას. კარებებისა და ლოკების ბლოკირებაზე მე მგონი ვილაპარაკებ. ხო, ესე იგი თუ ლუკიას კაბინიდან ასასვლელი ან სხვა მხრივ გალერეაზე ასასვლელი კიბია და ლუკი აქვს იმას გაღების შემთხვევაში დენი უნდა ითიშებოდეს, დაბლოკილი უნდა იყოს. გალერეაზე გასასვლელი კარებებით და კაბინის კარებებით დაბლოკილი უნდა იყოს და თუ კარები ღია, ბლოკი ღია, კაბინაში მართვის პულტზე ვერაფერს ვერ ჩავთავ. გათიშული იქნება დაბლოკილი სანამ არ დაიხურება ისინი. ეხლა ამ წის ელექტროსისტემაში გათვალისწინებულია თუ ერთი ფაზა 3 ფაზიდან 3 ფაზაა ერთი მეორე მესამე რომელიმე ერთი ფაზა გაწყდა ასეთ შემთხვევაში რომ დაცული იყოს ელექტროძრავები და სხვა აპარატურა გადაწვირთვისაგან, იმიტომ ერთი ფაზა თუ დაიკარგა, უკვე აქ
გადანაწილება ხდება ძაბვის თითოეულში არის 380 ვოლტი ნოლთან კავშირში ან ერთმანეთთან კავშირში 380 ვოლტია და როცა ერთი რომელიმე გაწყდა შეწყდა მაშინ ხდება ამოქმედება დაცვა და ავტომატურად უნდა გაითიშოს როგორც მუშა ძრავი რომელიც გადაადგილებას ახორციელებს ანუ ჯალანდარის ძრავი ისე მუხრუჭის მაგნიტური იქნება თუ ელექტროჰიდრავლიკური ბიძგარას ძრავი უნდა გაითიშოს. ბიძგარას ძრავი და ელექტრომაგნიტურის მაგნიტური კოჭა უნდა გაითიშოს. რომ გამოირთოს სისტემა საერთოდ გაჩერდეს ავტომატურად. თქვენ რო არ გამორთოთ, თქვენ სისტემამ უნდა დაიწება აბონტკება. გადაიწება ძრავი. ხოლო იმან თუ არ იმოქმედა მუხრუჭის ბიძგარა ის ჩართული დარჩა მაშინ მუხრუჭი არ დაიჭერს ძრავი გაჩერდება რო არ დაიწეს აუცილებელია მისი გამორთვა და თუ არ სანამ გამოირთვება ისიც უნდა გამოირთვას მომენტალურად მუხრუჭი რო თვითი არ წამოვიდეს ქვევით თვითნებურად. ჯოჯგინა ამ წეებში ამ განევი კოჭით სადაც მოწყობილია სავალი ნაწილი, აი ამ თვლებით ეყრდნობა რელსზე, ანუ მაღლა, ამ გოძებზე, ან კედელზე მოწყობილ რკინის რელსების საშუალებით სავალი ნაწილი. აქეთაც იგივე სურათი გვაქვს და აი ამ ადგილას, აქეთ გამოხაზავ, არის გალერეა, სადაც მოწყობილია მისი ამ ძრავი. ცენტრალური, აი ეს, აქედან გადაეცემა თვლებს, აქედან მეორე თვლებს, გადაეცემა ბრუნვა. ერთი ვარიანტი ამ სავალი ნაწილის მუშაობის არის ცენტრალური ამ ძრავით, ანუ შუაში გალერეაზე მოწყობილია ძრავი რედუქტორი, ან მარტო ძრავი პირდაპირ გადაეცემა და აქ რედუქტორიც აქვს და უკავშირდება თვლებს, ბორბლებს და ხდება მის საშუალებით. ან პირიქით ესენი არ აქვს, ეს არ აქვს და აქვე არის მატორიც, როგორ გამოვხაზოთ, აი ესე. შევისვენოთ აბა რა თუ ნახავთ. ცოტა ხანი შევისვენოთ ეს. არის დრო. არ გავიზრდები. ებერმუკლებს გავარდნოთ. इसका कुछ नहीं हो सकता.